მერაბ კოსტავაზე ვინ გაიწია? დაინახეთ რომ გაიწია? კი, რას ქვია და პირდაპირ ესე ჩაარტყა იმას. მერაბის ჩაუქნია ცოტა მაღალი ბიჭები ოდეკით გარშემო და არ მოხვდა ხელი და ამ დროს ერთმა ჩვენმა აპლეტა მოარტყა რა ესე ვთქვათ. ხო და დღევანდელი გადასახედიდან რო გახსენდებათ ის სახე ხაზარაძე იყოთ. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ნუ ესეთი. თქვენ ერთ სიტყვით იქ გახსოვთ რომ ეს იყო. მოუქნია. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მაგას რა დამავიწყებს, ეხლა მაგის დავიწყება ალბათ შეუძლია სიკვდილს რა. თვითონ ამბობს რომ მე იმ დღეს საერთოდ ყოფილვარ იქაო რა. ნუ ეხლა ბევრი რამის თქმა შეუძლიათ რა. ბევრ რამეს უარყოფენ ეხლა და სხვაზე მეტი გმირები არის. ავად ვიყავი იმ დღეს არ ყოფილვარ საერთოდ. ხანამობს რომ ვიყავიო, ხანამობს რომ 10 წლის მერე. ეხლა ეგ ავად რომ არ ყოფილიყო, მერაბ კოსტავას ხელს არ მოუქნევდა რა, ესე ვიტყვი რა. ჩვენ შეგიძლია გაჩვენოთ ფოტოსურათი. შეგიძლიათ აღიდგინოთ? კი ბატონო. აი ეს არის რა. ქუდია. კი, ხო არა? კი. გახსოვთ? გახსოვთ, ხო? კი. აბა კარგად დავაგვირდით აბა. კარგად დავაგვირდით. გეცნობათ ეს კადრები. აი გარი, ეს ზუსტი ეგ არის. ხო არა? ზუსტი ეგ არის, კი. ამას რა დამავიწყეთ. კეთილი. ეს სამ დარჩენილი სამარემდე რა, ახლა ამის დავიწყება როგორ შეიძლება. ეხლა გადავწყვეტ მამუკა ხაზარაძის გმირობა და საგმირო აქციებს, რომელიც მრავალი იყო. და უპირველესი საიდანაც დაიწყო მისი გმირობა საქართველოში. ეს იყო 1999 წლის 18 ფევრალი. ბატონი მამუკა ხაზარაძე კომპანიებთან ერთად გამოვარდა პირდაპირ შრო დაეშო ერთი 4-500 კაციანი შრო. გარბია შემოიჭრეს წესები სიღრმეში და მერაბ კოსტავას ესე იგი თელი ძალით მოუქნია ხელი. დღევანდელი გადასახედიდან ამ 26 წლის შემდეგ რას შეუძლია უთხრას მერაბ კოსტავაზე ხელის ამაღმართ ხაზარაძეს ბატონმა ნოდარ ბუჯიშვილმა. იმ პერიოდში, როდესაც მაგენი კომუნისტობდნენ და იცავდნენ მაშინდელ რეჟიმს, შიშით ყალაპავდნენ ნაპარავ ლუკმას. და დღეს არამ ლუკმას ყალაპავენ სიამოვნებით, ამით წერტილს უსმენ ყველაფერს. სულმნათმა მერაბ კოსტავამ შეუნდო ყმაწვილ კომკავშირელებს მასზე ხელის აღმართვა. შეძლებს კი თბილისის ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე თუნდაც 26 წლის შემდეგ მოინანიოს კარიერისთვის ბრძოლაში დაშვებული სამარცხვინო შეცდომა და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მერაბ კოსტავა ეროვნულ გმირად შერაცხა. ჩვენი თავი, ჩვენვე ვეკუთვნოდეს იქნება, მას გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან საქართველოს, გაუმარჯოს ქრისტიანულ საქართველოს, უშუალო იყოს იგი.